Daddy. Go, go. Vale, já está. Vale, acabou. Aí, Goginao. პირველი, რასაც პირველ ორ კვირაში ყურადღებას ვაქცევთ, ეს არის ჰიპერტროფია, ანუ კუნთის მასის ზრდაზე ვმუშაობთ და ასევე ვმუშაობთ ანაერობულ გამძლეობაზე, რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის ვარჯიშს. ვცდილობთ, რომ არასოდეს არ ჩავატაროთ ერთნაირი ვარჯიში. ამასთან ერთად პლუს ერთად ვგეგმავთ რაგბის მსმენელებთან და ვათავსებთ რაგბის უნარების ვარჯიშებს ფიზმომზადებასთან ერთად და ასევე დაწყებულია უკვე დაცვის ტაქტიკის დახვეწა, რომელზეც მიდის მუშაობა პარალელურად. ხო, კიდე ჩავატარეთ ტესტები, პირველი ტესტი ჩავატარეთ ანაერობული ტესტის, რამაც 95%-ის ფორმაში ყოფნა, ანუ ფორმაზე ყოფნა გვაჩვენა. რა, ანუ ტესტებით კმაყოფილები ვართ, ეს ტესტები კიდე ჩატარდება სადღაც ამ შეკრების ბოლოსკენ უკვე დასკვნით ეტაპზე, რომ დავწუნოთ, რომ აბსოლუტურად 100% მოთამაშეებისა არის ფორმაში. კიდე ყავს ტრავმირებული მოთამაშეები, რომლებიც ვერ გადიან მოედანს და ვერ ასრულებენ რაღაც ვარჯიშებს, რაღაცეების და გამო, ანუ ზოგს მხარი აწუხებს, ზოგს კოჭი, ზოგს ასე შემდეგ. მათთვისაც ცალკე იწერება დარბაზის პროგრამა, ჰიპერტროფიის პროგრამა და ასევე ურჩევთ ალტერნატიულ ვარჯიშებს, კარდიოფიზიკის ვარჯიშებს, რომ თქვათ ეს მოთამაშეები არ დარჩნენ ერთ დონეზე, რა, რომ მერე როცა შეძლებენ ეს მოთამაშეები მოედანზე გასვლას და სულ 100%-იანი ვარჯიშის ჩატარებას, იქ უკვე ძალიან დაბლა არ იყვნენ და რაღაცა დონემდე იყვნენ უკვე მიღწეულები, რომ მერე არ გადუჭირდეს ამათი ფორმაში მოყვანა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან გავს ერთმანეთს, დაგეგმარება რა თქმა უნდა და ჩვენ 4 თვით ადრე დავიწყეთ თითქმის მსოფლიომდე ეროვნულმა. აქ უფრო ნაკლები დრო გვაქვს რა. და შესაბამისად მინი მოკლე ვარიანტი გამოვა ეროვნულის სპორის, რომელიც უკვე დაგეგმილი არის, პირველ კვირას ვამთავრებთ უკვე და ძალიან შედეგიანი კვირა იყო ამ ერთი კვირის მერე, ან პირველი ორი ვარჯიშის მერე რო გაიტესტნენ ბიჭები, რო კაი შედეგები ანახეს ძალიან. შესაბამისად წინ გვაქვს კიდე 4 კვირა, 4 ინტენსიური კვირა, რის შემდეგაც დარწმუნებულები ვართ, რომ ფიზიკურად ეს ბიჭები ძალის მხრივ და გამძლეობის მხრივ და სისწრაფის მხრივ ძალიან კარგ ფორმაში იქნებიან და რითაც რეალურად უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა იქ მოთამაშე 12 გუნდს, 11 გუნდს, სხვა იქ ტექნიკურად, რასაც ქვია, იქ როგორი გუნდებიც არიან ტექნიკურად განვითარებული, ისეთ ტექნიკურად ჩვენ ვერ ვართ ჯერჯერობით სამწუხაროდ, მაგრამ ფიზიკურად ვაჯობებთ ვიღაცას ტექნიკურადაც ვაჯობებთ რაღაც ასპექტებში და ასე შემდეგ. ამით ვაპირებთ რეალურად შედეგის ნახებას რა. ჩვენი როგორც გეგმა ესეთი ჩვენი პიკი არ უნდა იყოს ტურნირის პირველ თამაშზე, ჩვენი პიკი იქნება სადღაც ტურნირის მეოთხე თამაშისკენ. მესამეც არა, უფრო მეოთხე თამაშისკენ. ეგრე გვაქვს დაგეგმილი იმ თამაშებისკენ, სადაც რეალურად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მოგებისთვის. დანარჩენი იქნება ამ თამაშებისთვის მომზადება, ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებ და რასაც გავაკეთებ ტურნირის განმავლობაში, დასაწყისშიც.
იქ უნდა გავაკეთოთ იმ თამაშებს, სადაც უნდა მოვიდოთ თამაშები. არგენტინაში რო ჩავედით, ისეთი ბუნებრივი პირობები დაგვხდა, რაც ჩვენ კავკასიისთვის საერთოდ ის არის, რა ქვია, უცხოარი. ჩვენი ბიჭებიც ესეთი იმაში პირველად მოხდნენ, ამიტომ თამაშზე თებერვალში +40 გრადუსი. თებერვალში +40, ოღონდ ისეთი 40 ტენიანობა ჰაერის 70% იყო და სულ შეუძლებელი იყო. ამიტომ გაგვიჭირდა ძალიან ფიზიკურადაც, იმიტომ რომ არ იყვნენ ბიჭები ამისთვის მზად, ასეთი ამინდებისთვის. და აი ან მიჭირს შეფასება იმისა, რა კონკრეტულად რაში გაგვიჭირდა, იმიტომ რომ გამძლეობით და იმით მაინც ვეთამაშეთ, მაგრამ უბრალოდ სიცხემ და ჟანგბადის ნაკლებობამ მოთამაშეები ცოტა გამოთიშა რა. ხო ხვდებით ამ ისეთი უცხო ის იყო რა პირობა ჩვენთვის. ეს მოსამზადებელი ტურნირი იყო რა, მაინც აქ ხა ისეთი რეალურად იყო მოსამზადებელი ტურნირი იყო. ტურნირისთვის იყო და აქ რეალურად გამოჩნდა, თქვათ, ის მინუსები რეგბის განხრივ, რაც უნდა გამოჩენილიყო, ის მოთამაშეები, ვინც რეალურად არიან, რეალურად უკვე მოისაზრებიან, თქვათ, რომ სოფლიო უნდა ითამაშონ, გამოჩნდნენ, ცოტა სისუსტეები გამოჩნდა, ცოტა სუსტი მოთამაშეები გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები იმუშავებენ და მუშაობენ დღესაც და ბევრად უფრო მაგარი ბიჭები იქნებიან. აი რეალურად ეს, თორე ფიზმომზადების განხრით ეხლა დიდად რო გითხრათ, რომ რაღაცა განსაკუთრებული მინუსები გამოჩნდა, არ გამოჩენილა რა ისეთი არაფერი, უბრალოდ აი ბუნებრივი პირობების გამო, ანუ სიცხე იყო, მიუჩვეულები ვიყავით, ტენიანობა ჩვენ არასდროს არ არის ეგეთი მაღალი. აი პრობლემები იყო ძირითადად, დანარჩენი ისეთია. ბიჭები მონდომებულები არიან ძალიან, კარგად ვარჯიშობენ. მე ვიტყოდი რომ არა ჩავარდნა არ არის ყველა 100%-ით ინდომებს და იხარჯება, ეს იქნება ტრავმირებულები იქნებიან თუ ის ბიჭები, ვისაც ტრავმა არ აქვს, თუ ნახევრად ტრავმირებულები, ყველა 100%-ით იხარჯება. შესაბამისად, როგორც თავიდან თქვით, ანუ უკვე ეთყობა ძალიან დიდი პროგრესი ყველაფერს ამას, იმიტომ რომ შტანგის დარბაზის ვარჯიშებით ბევრი გვაქვს. ფიზიკის ვარჯიშების ბევრი გვაქვს. შესაბამისად, ზომაში გაიზარდნენ ბიჭები, ძალა მეტი აქვთ უკვე, გამძლეობა მეტი აქვთ და ესე გაგრძელდება კიდევ 4 კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კაი ფორმაში იქნებიან საბოლოო ჯამში. შეჯერებით ყველაფერი მიდის 100%-იანი.